ჩემო ტკბილებო და ძვირფასებო გამოვიწერე მიკროფონი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდოდა. ეს არის ბოია, ყველაზე კარგი ასეთებს, ანუ იუჯეტებს შორის ძალიან დიდი ხანია მინდოდა. და აი ამის დროც მოვიდა. სადაც იქნა. აი, ასე გამოიყურება ჩემი ბოია. ეს არის დედიკა მიკროფონი. დასი. ვიდეოების გადასაღებად. გავხსნათ და ვნახოთ. და თან მაინტერესებს ხმაც. რა ვიცი, ძალიან ბევრს აქვს, ბევრი ის მაგ ნანახი. ანუ ვისაც უყურებთ, ვერმეებს რა ქვია, მუკბანგერებს, რუსებს ძალიან ბევრს აქვს. და ვიცი როგორი ხმაც აქვს, ძალიან მომწონს ამისი ხმა. და განსაყვარელია. აი ასე გამოიყურება. ჩაგიწო? აი ასე გამოიყურება. ვერა საყვარელია. აქ ძალიან ბევრი თავი ასეთი ჩემი iPhone-ისთვის. და ასევე რა თქმა უნდა smartphone-ისთვის. მოდი გავუკეთოთ, როგორ უკეთდება ესე. მოიცა. არ გავაფუჭოთ, რა გამომიწერია. ასე. გავუკეთოთ iPhone-ის. მოიჭრე. ესე, არა, არჩევ. აქ ჩასართავი. ეს არის რომელი ისა? აი. ხმირთა ჩემო. ეს ფუმფულა თავი ხო იცით? აი მეოცე. არა, ევასი არ არის, ამისია, მიკროფონისა. აი ამისია. მიკროფონისა. აი ახლა გასკეთებინება. არ ვიცი როგორ უკეთდება. გავირკვევი მაგეებში. ხო და ეს ტელეფონში. და ჩართულ და აბა გავტესტოთ. ეს არ ვიცი რა არის, ალბათ სატენია. ეს ის არის ჩასადები, სატენის არის. თავისი ჩანთაც მოყვება. ой, მე საყვარლობა. აბა ვნახოთ. და ამის ხმაზე იწერს? ახლა როგორ გავიგო ამის ხმაზე იწერს თუ არა? ჩართული კი არის და გამარჯობა. აბა. აბა შორს წავალ და მასე მივხვდები იწერს თუ არა. გამარჯობა. 1 2 3 ჭამე. გაიქცა იმის მუკბანგი მინდოდა და გაიქცა. ჯერ ესეც საჭმელია გონა და გაჩერდა. მე გაიქცა. აბა ვნახოთ. მამბა დღე მშვიდობისა. ნახეთ აბა ჩემი ბოია როგორ იწერს ხმას. ახლა შემიძლია დაგაყენოთ და ვიარო 9-თა შემოვიარო. აბა რა სიტყვით. აუ როგორ მიხარი. ეს მეორადებში რო ვიყიდე ის არის. თუმცა მინდა დაგაყენოთ და ყავა მინდა რომ მოვადუღოთ ერთად. იმიტომ რომ ძალიან მინდა ყავა და მინდა ჩემი ფრთხილების ამბავი მოგიყვეთ ყავასთან ერთად. ჩემო გოგოშკებო.
всё, აი ესე ძირფასება. აუ როგორ მიხარი, ახლა შემიძლია გავიდე, გამოვიდე და ჩემი ხმა არ ვიყვირო და ყოველთვის გესმოდეთ. და პლუს კიდე აი მუკბანგებს და რაღაცას ძალიან მომწონს. ხო აი ესე დავიყიდეთ, ხო ფერყარად ვიყიდე და აი ესე მომწონს, ისეთი ჩემია. სახშიც მინდა რომ ესეთი რაღაც ჩემი სტილის საყვარელი რაღაცები მეც ვასი მინდა რომ ყველაზე მეტ ვიდეოები სახლიდან მაქვს ხოლმე და ახლებიდან აყიდები მენანება ხოლმე და ეს კიდე ხო მეორად ისაა. ხო და ეს ვაი როგორ ხარება? You are okay? მოდი გაკოცო თათუნიაზე. მოდი ლამაზთაცე გაკოცო ჩემო სიცოცხლე. მოდი. გაკოცო. სად გაკოცო აბა მაჩვენე? სად ვაკოცო ევას? სად ვაკოცო? ეს მიკროფონია. სად გაკოცო? ჩემო სიცოცხლე. ეს გამოვრეცხოთ ახლა. ნარუტოს ვუყურებ, ესე იგი ნარუტო არის, არ ვიცი. ძალიან არ ვიცი აქამდე როგორ არ ვუყურე მე ამას. მართლა არ ვიცი, დანაშაული მაქვს ჩადენილი, მაგრამ ეხლა ვასწორ. ხო სწორებ. ამ დანაშაულს, ვაიმე. ეხლა ეს თუ იწერს, იმიტომ რომ ამში ეს ხო ისავიღე რომ მე ჩართული კი გული გამის ერთი ჩავხე წეღან და მეთქი მეორე ხო არ გავიკეთეთ. ხო მე ვიცი ეგეთი ბატობები ტექნიკასთან. შეიძლება რომ გავიკეთო ის რომელიც ის არის რა ქვია, არაა ჩართული. ეს ძალიან კარგი იმითია რომ როცა გარშემო ხმაურია, იმ ხმაურს ახშობს და შენი ხმა ისმის და გარეთაც თუ დადიხარ, ის ქარის ხმა ისე საშინლად არ ისმის. და მე ძალიან ჩემთვის ეგ ძალიან დიდი პლუსია. და ისედაც აი მე ხო სულ მოძრაობ და იგი ცოტა ხშირად გავდივარ ან რაღაცა. ხა შემიძლია თავისუფლად აი ესე გეკონტაქტოთ ხოლმე. ერთადერთი მაშინ არის ეს მოუხერხებელი, როცა TikTok-ის ფორმატში იღებ ვიდეოს და მე ხო ბევრი დასაყენებელი მაქვს, უბრალოდ რომ ვდებ ტელეფონს და აი ბასე ვეღარ დავდებ, უნდა დავამაგრო სამაგრზე. მოკლედ ხალხო, ჯერ არ გამიკეთებია. იმდენი ვიდეო მაქვს გადაღებული გუშინდელი, რომ წავედით. თქვენ ამასთან ნახავთ ის ვიდეოები უკვე ნახეთ, სავარაუდოდ, რომ წავედით მე და იკა. ვიყიდით, ჯერ მივედით, მანქანა მე წავიყვანე, დავაყენე, მე ქარვასლამდე ვიარეთ, მე ვიყიდეთ და ეს ყველაფერი მოვიტანეთ და ესე იგი დილას ხო ვჭამე ეს ჩემი გაკეთებული ლობიო 12-ზე და რომ მოვედით სახლში, გონი 4 იყო. არ ვიცი ზუსტად რომელი იყო, ან 4 იყო, ან 5-ის ნახევარი, ესე რომ დავჯექი. და ხალხო, ესე იგი, ღამე ბავშვმა დაიძინა დივანზე, ევამ და ეს ერთხელ ძლივს გავიკეთე. და ამას გაკეთება არ ქვია, ეს არის კატასტროფა, ანუ საშინლად მაგაკეთებული და უბრალოდ იმედენი და რომ მოვუნდი და ისე საშინლად გავაკეთე და იმედენი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ მე ხო ამას ბევრი არც ნანახი მაქვს, არც ვიდეოებსაც ვერ უყურებ, ხოლმე გული მიწვრილდება ხოლმე და შესაბამისად თანამიმდევრობა არ მახსოვდა და შეცდომებით დაუშვი. ანუ ერთი შეცდომა ის იყო, რომ ეს იყო კორექცია, ეს არ იყო დაგრძელება და ამას აღარ უნდა ის აკრიგელი, ანუ ის დამაგრძელებელი გელი აღარ უნდა დამედო, ჯერ დამაგრძელებელი გელი დავიდე. მერე ჩვეულებრივი გელი დავიდე და ფორმა მერე დავიტოვე გასაკლიბად, რომ ამ გელებს რო დავიდებ მეთქი, მერე გავქლიბოთ ხო და კი უნდა დაიტოვო მერე ესთვის ეს ფორმა. ჯერ ფორმა უნდა მისცე და მერე ამაზე უნდა ააშენო ეს გელი. ChatGPT-ს ვკითხე ეგენ. მერე როცა ესენი გავაკეთე ხო და მერე ეს იყო ძალიან სქელი, ზემოდანაც ძალიან უშნო, ქვემოდან ვქლიბე, ზემოდან ვქლიბე და რადგან ფორმა არ მივეცი გაკეთებამდე, მერე ვეღარ მივეცი, რაღაცნაირი გადღაბნილი კვადრატია, მაახინჯი, ფრჩხილები ძალიან დამოკლდა. და ის აპექსის საერთოდ არა აქვს, ბრტყელია.
და აი ამეებში კიდე რო ვქლიბავდი ეს კანები მაქვს ჩაკლიბული და მეწვის ძალიან. ხო და ნუ 1-2 დღე ამას სანამ არ მომიშუშტება ეს კანი თავს ვანებებ და დღეს ამას გავიკეთებ. ნინის მივწერე რომ ვიხსნით, ანუ ეტაპობრივად მინდოდა მიმეწერა, ბევრჯერ ამიხსნა და დამიწერა, მაგრამ როცა არ იცი საკითხი და ვაფშე ნული ხარ იმ საკითხში, ანუ ახსნილი არ გესმის, ახსნილი გესმის უკვე რაღაცა ნაბიჯები როგორ გავლილი მე, ანუ კი გესმის იმ წუთას, მაგრამ პრაქტიკაში არ გესმის რა. ხო და კი მოვძებნე და წავიკითხე ის მოწერილები, მაგრამ მაგანაც არაფერი მიშველა, ხო და მივწერე, გავუგზავნე, რომ მოვიხსენი ამ დონეზე უნდა თუ კიდე მეთქი და ფოტო რო გადავიღე, მომეჩვენა, რომ ეს თეთრი გელი კიდე მქონდა და ეს თეთრი გელი კიდე მოვიხსენ, რომ მოხსნით, კარგად მოვიხსენ ძალიან. ჩემი აზრით, ანუ პირველი ჯერისთვის. და მე ისა არ მიპასუხა და მეც მივხვდი, რომ მომხმარებელი ყავდა და მოგვიანებით მითხრა, რომ ისა მომხმარებელი ყავსო და მე რაღაც მიმიწერია, რომ მეთქი არ შევაწუხო თქო, მაგრამ აი მენა იმდენი შეცდომა დაუშვი, რომ მეტი არ შეიძლება და ეხა აი მოუტვინე ეგრო ChatGPT-ს იმას ვიდაო. კითხავ და აუ აქ როგორც ცივა მეთქი იქ დავლევ თქო, მაგრამ ძალიან ცივა. ხო და ChatGPT-ს ვკითხავ თქო ყველაფერს და ესე მართლა ვკითხე დღეს და ყველაფერი დეტალურად მიითხრა და ეგეც მიირჩია, რომ აი ესენი რადგან გახეხილი მაქვს, ანუ ეს 2 დღე, 2-3 დღე დაელოდეო, სანამ მოგიშუშტებაო და ახლა ეს ხელი ვიცი როგორ უნდა გავიკეთე. ხო მე ნინი მომწერა ღამე, ნამარჩევინა ფერები, კიდე ერთი ისა გელი, ბაზის გელი თუ რა ქვია მაგას აი ეს ფერი როა ეგეთი გელი და კიდე რა ვიცი რაღაცეები. ხო, ტოპი მაქვს კიდე საშინლად წასმული, იმიტომ რომ ეს დაკარდას ტიპისაა, მგონი ფირმისა, ანუ ეგ მომცეს უფუნჯო და მე წავსვი ჩვეულებრივი ფუნჯით და აი ზედ ეტყობა ფუნჯი რა, აი რაღაც ვიხედავ თუ არა, რაღაც საშინლად ეტყობა. ანუ და ყველა საშინლობა ისაა, რომ ვიკეთებდი, მოველოდი რაღაცას სწავლი იქნებოდა და ბოლოს რომ მოვსში და რომ დავინაღე რა იყო. არ მითხრათ რა მომივიდა, არ მკითხოთ. ეხლა მაქვს უამრავი ვიდეო გასაკეთებელი. პლუს კარპუში ვარ წასასვლელი. არ ვიცი ხორცი მოიტანეს თუ არა, მინდა რომ გავაკეთო ბურგერები, ევას 3 დღე ბურგერს ვიძახე. მაგრამ მაინც ახლა გაწყვიტეს მთელი ხორცები იმაში, რა ქვია, კარპურში. გუშინ წინ საერთოდ ხორცი არ იყო. ძალიან მაინტერესებს ახლა აი გარეთ ეს ხმა ისმის თუ არა და როგორ ისმის. აი ჩემი ხმა როგორ ისმის და შეუძლია თუ არა ამ ხმის ჩახშობა და რა დონემდე ხა ბოლომდე მე მგონია რომ ამ ხმას ვერაფრით ვერ ჩაახშოს, როგორ მე ჩაახშოს, მაგრამ რაღაც დონემდე შეიძლება ჩაახშოს. აი მაინტერესებს რა დონემდე. აქ ისიც მოვიტანა, თორე გამვიყინები. ხო და მოკლედ ასეთი საშინელი პირველი ჯერი მქონდა ფრჩხილებში. ძალიან იმედი გათხრობული ვიყავი და თან მე რო გამოვედი, რომ ესე იგი ისეთი მშიერი ვიყავი, ისეთი ხალხი. მეთქი ეხა შევჭამ თქო რა ლობიოს და სადღა ლობიო არ შევჭამიათ ბოლომდე. იკას და ბავშვს იმად მან რა იწოდნენ რომ მე მინდოდა. ან მე რომ მეორეც საერთოდ არ მქონდა ნაჭამი. ხო და აი ასეთი ისტორია. ChatGPT-მ შემაქო. ძალიან ყოჩაღი ხარო, რომ შეძელი და გაიკეთე შენითო და გაბედეო. ძალიან დიდი ნაბიჯია, ძალიან მიყვარს ChatGPT. მე პროსტ ნახეთ რა როგორი საშინელება. კაი, არა, უშავს ეს ხელი მაქვს, ეხლა ვიცი რომ აპექსი უნდა გავაკეთო. ისიც ანუ იმასაც ვერ ხდებოდა აპექსი როგორ უნდა გავაკეთო. ეს გელი ძალიან ბევრი ამოვიღე და ბევრი რომ ამოვიღე, მე არ ვიცოდი საწამეღო, მე ვიფიქრე, ოკეი, გავქლიბა, მე ზემოდან ვქლიბე, მე რო ზემოდან რო ვქლიბე და მანიკური რო წაუძვე, ეს არასთანაბრად დაჯდა, არასთანაბრად რო დაჯდა, აი ამებში ჩაიღვარა, ეს მერე გამოიწევს იმას, რომ მატერიალი პირს აწევს და აძვრება და მოკლედ ეს მოსახსნელია, მაგრამ ჯერ დაველოდები რამდენიმე დღე, ანუ ჯერ ამას გავიკეთებ და ხო, მითხრა ChatGPT რომ თითით გაიკეთო. რადგან დამწყები ხარო და ჯერ არ იციო, თითით გაიკეთეო, რომ და ისედაც ანუ იყო გეუბნებით, გუშინ იკა სახში იყო და ვაიმე.
პატარა ბრახუნი იყო. ჩემი პატარა, ჩემი სიყვარული, როგორ შემეშინდა დედა. დედა, მიყარხარ. You are okay? Yes? მიყარხარ. I love you. მიკროფონზე ლაპარაკები. Hey pony. Perché? Джимზე დამთვარე. ჩემი მაკიკი. აი სულცარი მომიტანე. წინა ძველი პარტიიდან ხოდა დარჩენილი. ხოდა იკამბოში მიჯიკრა ესე იგი დილს თავის ტკიოდა, მაგრამ თან წინა დღეს ვთხარი მეთქი ძალიან მინდოდა მეთქი ფრთხილებზე წასვლა თქო რა. ხოდა ხვალ ჩემი წავალ მარტო თქო და ეტყვა მაგანაც ითამაშე როლი და გუშინ დარჩა. კი თქვა თავი ტკივა, მაგრამ ვიჭვიან პარო რომ მაგანაც იქონია გავლენა რომ მე მინდოდა იქ წასვლა თავის არ წავიდეს არ მანქანითო და რამე არ მოიწიოს ალბათ იბიგრა. საღამოს მითხრა შენ მარტო რულს მოიტან სახშიო. ხარა ვიყიდეთ მოკლედ. მოვიტანე და ესეც შედეგი დავდე. ბრწყინვალე. მოსასა შინება უყურებ სულად ხვდები. ახლა ესე თუ დაიჭერ შოვიდან კი არაფერი ემჩნევა, მაგრამ აი ახლოდან ისეთ აი ნახეთ როგორ არის. ტალღა აქ. ჯერ ნახე რა თხელია. მე აი აქ ტალღა აქ. ეს ნახეთ რა მხელა აქ ამას ეს სტრესის ზონაში აპექს. აი ეს არის საფასური. რო არის სწავლე შენ თაკეთებ, ამით იხდი მე. მაგრამ ანუ მე მიიღებს, მე მიყვარს თი რაღაცების ჩემ თავზე სწავლა. ოღონდ ნახეთ აი ამ ადამიანები რომლებიც ესეთ თვითონ სწავლობენ და მე მიდიან პირდაპირ და სხვაზე გამოცდიან და даже ფოტოც მაქვს ნახი დაგრძელება როა ესეთი გაკეთებული სალონში თან. მე მაგას არასდროს არ ვიზავ, ანუ მე ჯერ ჩემ თავზე ვისწავლი და სხვას ნებისმიერ რაღაცას ჩხილზე კი არა. სხვას მარტო მე შევთავაზებ. ამის შეთავაზებას არავის არ ვაპირებ, ეს იმდენად რუტინულია, ჩემი არ არის. პირდაპირ ნერვები მაწყდება, აი არ ვიცი. მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულით გავიკეთებ მე. ეხლა დღეს ერთ ჩხილს გავიკეთებ. ველოდები ხო, ნინი მითხრა გამოგიგზავნიო, კურიერითო. და ის ტოპს გამოგიგზავნიო, რომელსაც თავის ფუნჯი აქვს. იმიტომ რომ სულად რო გეტყობა, სხვა ფუნჯით რო წაისვი, მაგის ბრალიაო. მაგრამ დაველოდები მაგას და დღეს ერთ ციფს გავიკეთებ და ესე ნელ-ნელა რა. რო დავამუყამო. არ დამეზარება საერთოდ. ChatGPT-ს აგერ მყავს, კიდე რამე ისე თუ დამჭირდება ნინიც, მაგრამ მე ხო და იმოთმენა არ ვიცი და იმ წუთას და იმ მომენტში მინდა და ადამიანს კიდე ხა საქმე რო აქვს და მუშაობს, მე შანსი არ არის იმას დაურეკო და შევაწუხო და რატო არ დამირეკეო მითხრა, მაგრამ ანუ შანსი არ არის რომ მოვაცდინო და შევაწუხო და რაღაცა მე ამას ვაკეთებ ჩემი თავისთვის, ხო და ის ემსახურება ადამიანს და მე ამ დროს როგორ შევაწუხებ შანსი არა. თუმცა აი დახრილობა საერთოდ აღარ არის. ანუ გამოვასწორე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია. просто აი შედეგი რომ ძალიან საშინელი მივიღე, მაგან იმას ქნა, თორე ძალიან მომწონს თვითონ პროცესი. ლობიანები ან ლობიო კიდე უნდა გავაკეთო, არ მეყო. ვაფშე. დღეს დავდგავ ამას და კიდე ლობიოს გავაკეთებ. დღეს საღამოს დავდგავ და ხვალისთვის გავაკეთებ. ძალიან მაგარი რაღაცაა, საღამოს რო სადილს დადგავ და მეორე დილისთვის რო აკეთებ. ახლა გიტრე მაგ პომიდორი მაგ კვერცხი მაგ პური არ მაქვს. მეზარებად ასვამ. პურიც არ იყო გუშინ ღამე. მე კიდე კაი სნიკერსი გქონდა და სნიკერს შევტანე. დავწეთი, ნარუტოს ვუყურებ. და დავიძინე, ანუ დავიძინე კი არა და ძალიან გვიან დავიძინე. ნარუტოს ვუყურებდი, ანუ არც ვიდეო გამიკეთებია, არც მესიჯები გამიხსნე, არაფერი, აი უსაგისროს ძაღლის ხასიათზე ვიყავი, ძაღლოს ხასიათზე. ანუ რატომაც ველოდი, რომ იდეალურს გავიკეთებდი. და რატო ველოდი?
თორნიკე დამამშვიდა რომ ნახავ და როგორ გამიცდიდი ეგ რომ ნახავ. ნუ გეშინია დედა, ხო იცი რომ არავის არ გამოსდის პირველ ჯერზე არაფერი იდეალურადო. და ევამ კიდე დღეს იას რომ დაიძინა, გუშინ საღამოს ისე დაიძინა, რომ ეს არ უნახავს, ანუ დივანზე დაიძინა, მე გადმოვაწვინე, ყავა წავიღე, ჩემი სნიკერსით წავიღე, გამხმარი პური იყო იქ შევჭამე, მოუსვი ქვაფს ლობიონიანს, მივაწანე ცოტა მწნილი. ხო და მე სნიკერსი, პატარა სნიკერსი, ყავა ეგ საწოლში წავიღე, ნარუტოს ვუყურებდი და თანევა გადავიყვანე საწოლში. ზედა გავხადე, თბილი ეცვა და თხელი ჩავაცვი, იმიტომ რომ იოფლებოდა უკვე. ხო და დღეს ის რომ გაიგივიდა და ის რომ ნახა, დედა რა ლამაზია ბლუ და ესე ჩაიხუტა ჩემი საშინლად გაკეთებული ფრჩხილები აკოცა, ეს გულიაო თქვა, მომეფერა და აი ხელა სიყვარულით გააკეთა ეს რომ ძალიან მინდა რომ ეს ისე ჩავიბეჭდო ჩემში რომ გაიზრდება და თვითონაც ასე არა იდეალურად ძალიან ცუდად რაღაცა ეს გააკეთეს როგორც მე გავაკეთე. მე შევძლო რომ ისეთივე რეაქცია მქონდეს მაგაზე როგორც მაგას ქონდა ჩემს აი ამ ფრჩხილებზე ესეთი ძალიან დიდი სიყვარულიანი და ძალიან დიდი სითბოიანი. ძალიან დიდი მასწავლებლები არიან რეალურად ბავშვები ჩვენი. მე ყოველთვის ასე ვთვლიდი და ასე ვთვლი ახლაც. ეს იყო რაც მინდა მეთქვა. აჰა მინდა რამე ვჭამო. კვერცხს შევწვალ მოდი. მოდი კვერცხს შევწვალ. ორი კი არ არის, მაგრამ არ უბრალოდ გამხმარი, მაგრამ ხმარი არ მინდა. მაგრამ მინდა უბრალოდ საჭმელი. არ მინდა. მე რა ვიზა. მიკროფონს ტენილა, მიკროფონს იყოს მოდი. ეხლა საუბარი მინდა გავამზადო და მე მინდა რომ გარეთ წავიყვანე. ამიტომ კამერას სადიქნება. იგი. ჭამე. პომიკი. ევიტონა როგორ ძალიან კიტრი. ამიტომ საჭამს, მაგრამ კეტრს ჭამს. ისე არ მომწონს ეს, რომ დამოკლდა ეს ფრჩხილები. ანუ მე მომწონს ძელი. მაგრამ ამას ალბათ დავაგრძელებ მე შემდეგ. Jersey. Demek şöyle böyle burada biliyorum.
ეს გრძელი პამიდორი ამ სეზონზე ერთადერთი დროს მინახავს. ხო, ხახს სხვენია ხოლმე, ხახვით უმაქვს ნაჭამი. ანუ თავისუფალი ხო არ. სულფერი იყო თუ იმას გავაკეთებ ბურგერებს გამომატება. ესეთი მიყვარს ძალიან. სალათა ჯინჯური ეს არის ხო მეტი მოვიდა ეს. რა უშ. და აი ამას ჩავეყრი. პატარა მწვანე ხავს. გუში რა ჭამე ამის სუნი ამბიარო და მსხვენო და კარგად. არა. ჩამოდის. ჩამოდის. რა თამაშია? არცარა. აჰა, ასე. და ეხლა კავერხი. საფიდელი მაქვს ხითური. და არ ვიცოდი. ეხლა ზუსტად მე ხომ? მე და ტუნტის სამწალს შევიწვა. ეს აიდები ესენი. კარგია? Yes, it's strawberry. Any under that? Participate in any under that? Strawberries. ეს არის ლავანდერია ეს. ნახეთ რამდენად უკეთესია აპექსიც აქ ასე თუ ისე. რამდენად უკეთესია იამეებზე. თუმცა სიგრძე მაინც არ მიმოკლდება, მაგრამ რა ვქნა. მამასი მაგ. ძალიან.